გამარჯობა, მინდა თქვის ჩავწერო ესეთი სპონტანური ვიდეო ამ Samsung-ამოსთან დაკავშირებით. ესე იგი გვაქვს ნიშანეს ნევს, გვაქვს Mason კრიველის უდმარაკუია და გვაქვს ვიდიანის 71 limited edition 2022 წლის ვერსია. იმიტომ რომ არსებობს სხვა წლების ვერსიაც, მაგალითად 2016-ში იყო, მაგრამ ახლა გამოდის ასეთი ფლაკონით, ცოტა შეცვლილი არომატია და ახლა რატომ მინდა ეს სამი სუნა მოგანვიხილო ზუსტად? არანაირად არ მიფიქრია, რომელი სამი უნდა ავარჩიო, რაღაც უბრალოდ რაღაც 10-20 წამში მომივიდა აზრი, რომ აი ეს სამი იყოს, მოდი, ასე ვთქვი, ჩემთვის გადავწყვიტე, რადგან სამივე ზამთრისთვის არის განკუთვნილი, ანუ ზამთარში უგულისხმობ, რომ მძიმე არომატებია, უფრო ცივი ამინდებისთვის არის სავარაუდოდ, ზაფხულში ცოტა, ანუ ვიცი, შეიძლება რაღაცა ზაფხულშიც დაისხას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებული იქნება. და რატომ ეს სამი? აქედან რა განსხვავება? ახლა ერთმანეთს მხოლოდ იმით გვანან, რომ არიან ძლიერი სუნამოები და არიან უდზე აგებული სუნამოები და ეს უდმარაკუია არის ძალიან, ანუ ყველა ჰაიპშია შედარებით უფრო ვიტყოდი, რომ პირველ ადგილზე ჰაიპის მიხედვით არის უდმარაკუია, შემდეგ იქნება ალბათ არ ვიცი, ეს ორი დაახლოებით ერთნაირად, არც თუ ისე ჰაიპში, მაგრამ ალბათ სუნამოების და პარფიუმერიის მოყვარულებმა ყველა მიციან, ცნობენ და ჩემდა გასაკვირად, უფრო სწორად, რა ვიცი, ბევრის და გასაკვირად სავარაუდოდ, ჩემთვის ეს სუნამო არის როგორ გითხრათ, ახლა ცუდი სუნამოა მეთქი ვერ ვიტყვი, არა იმიტომ რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მივაყენებ, არამედ უბრალოდ არ ვთვლი რომ ცუდი სუნამოა, უბრალოდ მე არ მომწონს, საშინლად არ მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესოა, აი რა ვიცი, რომ დავყნოს ასე ვთქვათ, რაღაც ინტერესი აღიზრება ძალიან, რაღაც განსხვავებულია, ომბრენომაც დამატებული თითქოს ეს მარაკუია, ხილის ეფექტი, მომჟავო არომატი, ტკბილი მჟავე და ამავდროულად ეს ხის ნოტები. მოკლედ საინტერესო არის, მაგრამ აი ჩემი მიცხვირისთვის ძალიან რაღაც ქიმიურად ჭრს რა, ძალიან სინთეთიკურად. ანუ მოკლედ ვერ შევეგუე რა, ყველა Mason კრიველის სუნამო არის ჩემთვის რაღაცნაირი აი უაზრო სუნამოებია ჩემთვის. მოკლედ ვერ ხვდები რატომ არის ესეთი მე არც უნდა ხვდებოდი ახლა არავინ ისეთი პროფესიონალი და პარფიუმერი მე არ ვარ, მაგრამ ჩემი გემოვნებით მე ვერ გამიგია რატომ გიждდება ხალხი. ასევე ბევრი სუნამოზე ვერ გამიგია, მაგრამ ჯერჯერობით დღეს მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. გვაქვს ასევე ეს ორი სუნამო, აქედან ახლა მსგავსება, როგორც თქვი, ნაკლებად არის, ნევსი უფრო ლეღვის და ხის ნოტებზე დაფუძნებული, ძალიან ჩემთვის ძალიან მისაღები და ასე ვთქვათ, ცხვირისთვის ძალიან სასიამოვნოა, ასე ცხვირში არ იკბინება, მოკლედ, აი უფრო მოტკბოში გადადის და უფრო სასიამოვნოა. ესეც კი ატკბილი, მაგრამ აი წარე რაღაცნაირი უხეში სუნამოა რა, უდმარაკუია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ აი ესე როგორც შევაფასო, შეიძლება სახში მარტო რომ დავრჩევ, დავისხა, შვენივრად რაღაც ვისიამოვნო, მაგრამ გარეთ რო გავდივარ, რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, რომ ამას რო ვისხავ, აი ვიღაცას ვაწუხებ ძალიან რა. შეიძლება ძალიან ბევრს მოწონდეს, ალბათ რა ვიცი. გარეთ შეიძლება ახლა ესე არ ველაპარაკები ხალხს ქუჩაში, მაგრამ შეიძლება იქიდან 90% ძალიანაც ესიამოვნოს ეს სუნამო, მაგრამ მე პირადად რაღაცნაირი დისკომფორტი შეგრძნება მაქვს და ალბათ მცდარი შეგრძნებაც არის, მაგრამ როდესაც ადამიანს არ მოსწონს სუნამო რაღაც მხრივ ალბათ გასათვალისწინებელია თავის თავთან უნდა იყოს ისე რაღაც ჰარმონიაში ასე ვთქვათ, რომ დაისხა რაღაც სუნამო, ხო? შეიძლება მოგწონდეს კიდეც, მაგრამ რაღაც თუ ხელს გიშლის, მაშინ ალბათ უნდა გადაწიო ეს სუნამო. როდესაც გაქვს ახლა რა თქმა უნდა საშუალება რომ დაისხა და შენ თვითონ ისიამოვნო, მაგალითად არ მიყვარს ზოგადად რა ესეთი მძაფრი სუნამოები, მე უფრო ზაფხულის ეს გრილ არომატებს ვანიჭებ უპირატესობას. თუ ანუ არის რა თქმა უნდა ეს სუნამოები ჩემთვის ძალიან იმიტომაც დავდე და იმიტომაც ვადარებ, რომ ამათაც ძალიან სიამოვნებით ვისხავ, მაგრამ ესენი არის გამონაკლისები, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა არის კიდევ ახლა არ ჩამოვთვლი, არ გადმოვალაგებ, რომლებიც შეიძლება ამათ მერჩივნოს ან ამათ გვერდზე დავალაგო.
მაგრამ ზოგადად არ ვარ მოყვარული ასეთი მძაფრი და ხმაურიანი სუნამოების, თუმცა საქმეს რომ იდგება არის რაღაც შედევრები, რომელიც ხალხს ჩემდა გასაკვირად უფრო ნაკლებად მოსწონს, ვიდრე აი თუნდაც ეს. არ ვიცი, რავი, გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა საინტერესო ფაქტია აშკარად, რომ რა ვიცი, ხალხი უფრო სხვანაირად აფასებს ზოგადად. 2-ზე და 3 ადამიანზე არ მაქვს უფრო მასობრივ სეგმენტზე მაქვს საუბარი. არ ნიშნავს ახლა ეს, რომ ვიღაცას თუ მანაკვია მოსწონს, ცუდი გემოვნება აქვს, ან ვიღაცას თუ ესენი მოსწონს, კარგი გემოვნება აქვს. ამით, რა თქმა უნდა, არ განისაზღვრება. არის ბევრი იაფფასიანი სუნამოც, რომელიც ძალიან მომწონს და არ ვთვლი, რომ მაგიტომ აქვს ცუდი გემოვნება, ან პირიქით, რაღაც ზვირიანები არ მომწონს. და თუნდაც ეს რო შემოვატრიალოთ, არის იაფფასიანები, რომლებიც ჩემთვის პირადად საშინელი ჟღერადობა აქვს, ანუ ყარს, ასე ვთქვათ, და არსებობს აგრეთვე ზვირიანებიც, რომელიც ძალიან არ მომწონს. თუმცა აი ეს დაახლოებით რაღაც ეგეთი გამოდის ჩემთვის რა. კარგი სუნამოა ყველანაირად, მაგრამ არ ვიცი რა, რაღაც ახალი შექმნა მეისონ კრიველი ამის სახით. მობეზრებული ომბრენომადი თითქოს გაახალისა და ძალიან წარმატებულადაც. ჩემი აზრით დიდათ არ უნდა ადარდებდეს მეისონ კრიველის, თუმცა ამის ლანძღვას არ ვაპირებ, უბრალოდ აზრი გამოვთქვი ჩემი და ცოტა გაკვირვებული ვარ, როდესაც არსებობს აი ეს და კიდევ ბევრი სხვა, რატომ მაინც და მაინც ალბათ რა ვიცი. ან მართლაც 100 კაცი რო ავიღოთ და შევადაროთ, ალბათ 100-ვე თუ იტყვის, რომ ეს ჯობია, კი ბატონო, მაგრამ ასეთი ტესტები ძირითადად რაღაც ინტერნეტში მხდება ხოლმე და არ ვიცი, მგონია, რომ წინასწარ არის გათვლილი, რომ ვიღაცამ უნდა თქვას აუცილებლად, ან ამონაჭრელებია, რომ ვიღაცამ პირველ ადგილზე გაიყვანოს ესა თუ ის სუნამო. რაღაც არ მგონია, რომ ობიექტურად არის ჩაწერილი, თუმცა შეიძლება ვწდებოდე. აი ეს სუნამო უფრო Wood for Greatness გავს, აგრეთვე გავს ამავე ბრენდის ლივას და უფრო მეტად არის დახვეწილი ალბათ ამ ჟღერადობის სუნამოებში პირველ ადგილზე გავიყვანდი, ან გვერდზე დავუყენებდი ლივას, ოღონდ ექსტრაქტ ვერსიას არა, არამედ eau de parfums, რომელიც ახალი გამოსულია, შედარებით უფრო ჩემთვის დახვეწილად ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ ფასი უფრო დაბალია, რა თქმა უნდა, ვიდრე ექსტრაქტის. მაგრამ ალბათ პირველ ადგილზე მაინც ეს რაღაც აღმოსავლური ნოტებით გაჟღერებული, ესეთი მასკულინური, აგრეთვე მძაფრი და მოკლედ ძალიან ძლიერი სუნამოა და ეს უფრო ცოტა რბილი შედარებით, არ ნიშნავს, რომ სუსტია, მაგრამ უფრო რბილი, აი ლეღვი, სიტკბო, რაღაცა ხილი. მოკლედ ძალიან საინტერესო ჟღერადობა აქვს, საინტერესოდ ვითარდება კანზე. მდგრადობაზე აღარ შევეხები, აქედან ყველა უაზროდ დიდი ხანი ძლებს, არ ვისურვებდი მე პირადად, რომ ასეთი დიდი ხანი ძლებს ეს სუნამო კანზე. არ აქვს მნიშვნელობა მომწონს თუ არა ის, მაგრამ ეს ამ მოკლედ თანამედროვე პარფიუმერიაში სამწუხაროდ, ანუ რაც მოთხოვნა იმას აკმაყოფილებენ, კი ბატონო, ამით თავს არ იბანძებენ, მაგრამ მე არ მომწონს ყოველ შემთხვევაში, რომ სუნამო ძლებს 16-18 საათი კანზე და შენ თვითონ ვეღარ აღიქვამ და სუნამო გააქვს გასხია ფაქტიურად, ყველა აღიქვავს შენს გარდა, რაღაც უაზრობად მიმაჩნია. მაგრამ შევეშვათ ამას, ვერ გავექცევით ახლა ამ ფაქტს და არსებობს, რა თქმა უნდა, ზოგს გინდა თუ არა თუ ასეთ არომატს შექმნი, გინდა თუ არა, ახლა შენ რომ გინდოდეს რომ უფრო ნაკლები ხანი გაძლოს კანზე და 6-7 საათის მერე აღარ შემჩნევდეს, ეგ რთულად მიღწევადი საკითხია ეგეც, მოლეკულები, რა თქმა უნდა, ქიმიაში შენ არ დაგემორჩილებიან, თუ გინდა რომ იყოს ასეთი არომატი, იქნება ასეთი შლეიფი და გამძლეობა კანზე და ამიტომაც არის ბევრი ძალიან მაგარი გრილის სუნამო, რომელიც 3-4 საათში რაღაც თითქოს ქრება კანიდან, ფიზიკურად შეუძლებელია მათი გახანგრძლივება, თუ გაახანგრძლივებ მდგრადობას, იცვლება არომატიც. ამიტომ ჩემი შეფასებით რა მინდა ვთქვა, რომ
ეს სუნამო ეხლა რა ვიცი რა შევადარო, ხო? ყველაფერი აქვს, ხალხის სიყვარული აქვს, მდგრადობა, ჟღერადობა, მოკლედ ძალიან საინტერესოა. თუმცა რაღაც აკლია ჩემთვის რა. აი ვერ შევიყვარე ვერანაირად და ბევრი მეისონ კრიველის სხვა სუნამოებიც 6-7 ვიცი სიმართლე რო გითხრათ, ყველა არ დამიტესტავს, რაც აი ყველაზე საინტერესოა ალბათ. და რაც მქონია და ტუბეროზე ასტრალს მოკლედ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი, ყველაზე სასიამოვნოა ჩემი ცხვირისთვის. დანარჩენები თუნდაც სტელიონ რომ ავიღოთ, ჰიბისკუს მაჰაჯადი საერთოდ მეზიზღება ვერ ვიტან. აგრეთვე უტკადენცაც ცოტა შედარებით ამათ მირჩევნია, თუმცა რა ვიცი, აი ისიც დაახლოებით ერთ ხაზში გამოდის რა ჩემთვის, აი ხან ერთი ჯობია, ხან მეორე, ასე რომ ვთქვათ რა. არ ვისხავ ყოველ შემთხვევაში ამ სუნამოებს. და აი ცივი ამინდებისთვის ნამდვილად აი ეს ორი ერთ-ერთი ფავორიტები არიან ჩემთვის. ზაფხულშიც ალბათ რა ვიცი, ბევრმა შეიძლება დაისხას, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამღლელია და ვანიჭებ უპირატესობას უფრო გრილ და ასე ვთქვათ არა ასეთ ძაფრ სუნამოებს, როდესაც შეგიძლია ადამიანმა ამოარჩიო, მაშინ ან თუ რა თქმა უნდა გიჟდები და ამის მეტი სხვა არომატი არ მოგწონს, ალბათ ერთი მიფკურება საკმარისი იქნება, არ იყურებს ისე, არ შეაწუხებს არავის და რა ვიცი, მგონი ეს აზრი გამოვთქვი. აი ამ სუნამოს ცოტა რა ვიცი. რა თქმა უნდა თუ გიყვართ ახლა ჩემი აზრის გამო არ უნდა გადააგდოთ, არ უნდა გაყიდოთ და არ უნდა გაცვალოთ აუცილებლად. არავის აზრის გამო მარტო მე კი არ ვიცი ვინც არ უნდა გირჩიოთ, რა თქმა უნდა თქვენ თუ მოგწონთ. რა თქმა უნდა გაითვალისწინოთ შეიძლება, მაგრამ ისევ თქვენ აზრზე თუ დარჩებით, ყველას ეგაჯობებს. ფასებს ახლა არ შევეხები, სამივე საკმაოდ ძვირი სეგმენტია და დანარჩენი მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ. მგონი საკმარისად ვილაპარაკე. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.